პროცესი გააჩნიათ უბრალოდ და ძალიან სასწრაფო გაიცეს არის ინფორმაციის პასუხი. Realmente lo serve cambiare la procedere del vice cavallo alla situazione pratica che da sempre generazione passo da stato anche per guarda nella cultura mravali culturali da condizioni auch situazione per generare processi da scendere poi guarda la seconda diversi paesi Ramnes Atiania Gravati Angelobas Salvador მე შემიძლია თანამდებობა როდესაც ჩვენ ჟელობთ აი აქცენტი საკუთი აგრეგატია ინდივიდუალურად ეს შევაჯამეთ და შემდგომში გამოვიტანოთ ასოციაციები და ისე გავიგოთ როგორ გაგონებთ. ახლა საწყის ეტაპზე როდესაც ბავშვები მოდიან პატარასახში, ბავშვების წლისასახში, ცხადია ისინი ეხლა გავიგებთ და სხვადასხვა ავსებებია. Important ჩვენ ვცდილობთ რაც შეიძლება ნაკლებში თუ სახალხო გავხარდეს გაყვეთ ანუ მათ შევაყაროთ პირველში ჯარი. ამიტომ დავუწყეთ ესეთი სტრუქტურით პირველ ეტაპზე გაყვეთის ამზოდი მაქსიმუმ 60 წუთი ბავშვებთან თუმცა ეს დრო რა თქმა უნდა ეტაპობრივად გავხარდა. აი მაგალითად 5 წუთის შემდეგ გადავიდეთ 1 საათი გაყვეთილზე და შემდგომში როდესაც დავინახეთ ბავშვებმა 1 საათში დაძლიეს, გაუძლეს სასიამოვნო გახდა ეს პროცესი, საბოლოო ჯამში 1 წელი განმავლობაში საათი ნახევარზე ავუყანეთ და თანამედროვე გამართა განვითარება. როდესაც ეს ბავშვი 1 საათი ნახევარი გაყვეთილი ის ისე ვარიდება და პირი ჩართულია სკოლა და ეს განაჩენის შეშენება. Ვირაში რაპარაკია რამდენჯერ ნორმალურად გაფორმდება აქაც შემიძლია დამარცხდა რომ ესეც რაღაც აი ამ მიზნის განმარტებით რომ თავი დავიწყეთ მაგალითად სიტუაცია იყო სამი აქ შეიძლება ორი სამბატონის საუბრო მაგრამ შემდგომ დროსთან ერთად და მათ ამითარებასთან ერთად ბავშვები მიდიან ჩვენ დავამატებთ ვირუს გაყოფილი მაგალითად ფიარიან უკვე და მათ დაემატათ ერთი მორფეგაფი ბავშვი შეიძლება მესამე მორფეგაფი ჩვენ გავანაცვლებთ და ეს ხო პრაქტიკული გაყოფილი ცალკე ეს ბავშვი სკოლა თამაშობს ან მეთვის გამოვაშ დავიმატოთ ეს მასალას და შესაბამისად აი მიმართებია ვისაუბრეთ შეგვიძლია რომ ეს ერთი დაუწყო და გამოვიდა ეს ინდივიდუალურად შეხედა თუ პროცესი გვაქვს და ორი სამი შესაძლებელია შესრულება. აქ საუბარი რამდენად აუცილებელია ბავშვებში ერთიებზე ნავშთან მუშაობა, კვალიფიკური მუშაობასთან დაკავშირებით არის მოხდება. რაოდენობაზეც არის საუბარი ბავშვი რამდენი ბავშვი უნდა იყოს. მოდით ეს ვთქვა, პირველში ეს ყველაფერი გაგრძელდება გუნდურ მუშაობას. ძალიან საინტერესო პროცესია მუშაობა დამერცხებული და გამოსული პროცესის კარტა ამასახში ისედაც ბავშვი ჯგუფში ბევრად ხარისობს ბევრად საინტერესო პროცესია მისთვის ვიდეო მათ ერთ-ერთი გავუშვათ და ასე ერთ-ერთი ჩავდავოთ. ნუ ამის გამოსვლაც ყოლია მინარქიადებაც რომ ეს ერთ-ერთი გაყოფილი და საკმაოდ რთული ჩასატარებია ამასაც ბავშვი. ჯგუფურ მუშაობაში შეიძლება სპეციალისტი საკითხები სადაც ბავშვი ასე თავისას მეგობრებთან ერთად აეცნობა ამ ძირითადად საკითხებს და თავისუფლება ამ მიკროპროგრამული აუცილებელია ამ ეტაპში. ასევე რაოდენობა ბავშვების და აი ესეც ძალიან საინტერესო ფიქრია იმ თვალსაზრისით რომ აქაც ჩვენ უნდა რაღაც იდეალურს ვერთ, მაგრამ მიახლოებული მაინც უნდა შევარჩიოთ რომ გაკვეთილი იყოს ესეთი. ნახეთ როგორ არის ჩვენ თუ რაოდენობას ავიღებთ, მაინც სადღაც ხარისხი გაკვეთილებისა იქნება, იმიტომ რომ თვითონ კონტროლი ბავშვებისა შემდგომ მატერიალთან ინდივიდუალურად თანახვა თუ რას შეიძლება რა ნაბიჯებია როგორ ვითარდება ბევრად უფრო შესაძლებელი და ვიღაც უნდაო მაგრამ ნახევსაც ხო გააჩნია რომ მაგალითად ერთი ორი ბავშვს და 13
მე მაგალითად გამოცდილებით დიანა გამეთანხმება იდეალური შეიჭა 6 ბავშვი ნამდვილად იყო იდეალური თუმცა დასაშვებია სადაც ბავშვი იყოს მაგრამ ამ 6 ბავშვმა ისე გადანაცის და დროის მიღები შესაბამისად ამ ბავშვებთან მუშაობას ის ინდივიდუალურად დავიდა იმიტომ რომ ყველაზე ისე განაცდის დრო რომ ამან ასევე გამოიყო ძალიან კარგი შედეგი ასევე ძალიან საინტერესო არის ეს კითხვა მე მანამდე სპორტის მესმედა გუნდებთან დაკავშირებით, შეჯიბრებთან დაკავშირებით როდის შეიძლება ეს ბავშვები ვარდნან ასეთი შეჯიბრებით. მოდი დავიწყოთ იქიდან ცხადია ჩვენ სწორედ ერთი მიზანიც ეს არის რომ ბავშვები სულად მზადდებიან გავიდნენ გუნდში ისიც როცა ასეთ ასაკზე ლაპარაკი ძალიან დიდი სიხშირეა საჭირო იმიტომ რომ პირველმა ტურნირმა შესაძლებელია რაღაც გარკვეული ფსიქოლოგიური ზეწოლას გამოიწვიოს ბავშვებში და ეს ემოციები არც ისე კარგი იყოს მაგის. რომ ჩვენ აქაც ვიჯერეთ დაიწერა რომ დავამატეთ ეს სათამაშო ფეხბურთი და შიდა ტურნირების ჩავატარეთ. ვივლეცით ბავშვებს საშუალებას შინ ერთმანეთში ეთამაშა. აი აქ გეტყვით რომ შიდა ტურნირებშიც კი ბავშვებს პირველში არ უნდა თამაში კონდეთ ეს ისა ერთად იმოდოდა რომ ხარიდა თამაში და დღეს აბსოლუტურად სუსტად გვაქვს უკვე აი მე ხვეწებია რომ პრობლემია რომ გავიყვან ტურნირში და ვათამაშო რა ეს ყველაფერი ეტაპობრივად და ნახეთ ჯერ დაიწყო აი წელამშობლო ფაქტია ეს მინიპარტია ამ მინიპარტიებში გათამაშები და რა ეს ბავშვები არა მარტო თამაშო აი თქო ადაპტირება ხდება ამ პროცესთან და ასევე დროს აღარ უჭი შესაბამისად მithumetes ნახო წრეში ესე ტურნირი თამაში ამის მერე უკვე როცა გავაერთიანეთ კიდევ ჯგუფებთან შეგვიძლია დავშალოთიანასთან ერთად ჩავატარეთ ეს ფაქტორი შემოვიდა უკვე უცხო ბავშვები და ამან უკვე მოხდა ის რომ ზათარიან და ეს ძალიან მარტო შესაძლებლობა ჩაერთონ ტურნირებში და მე ვფიქრობ რომ ამისთვის ეს ყველაფერი გაკეთდა და ამას ვაცილო ისე რომ აქაც მოთხდინება საჭირო ვფიქრობ ჩვენი მიზანი არის ეს გავიდეს და არის ჩვენ მინდა რომ ისინი ჩამოყალიბდნენ ჩატარდება და მათ შეეძლოთ ეს გაწევა. ნუ აქ უფრო ასაკზეა ლაპარაკი კიდე, უფრო ასაკში რომ დავწყოთ მე შეიძლება ვთქვა რომ პირადად საერთოდაც საერთოდ ესაც არის ბავშვები მოსავლები კატალოგები რომ დამაინტერესა აი მათთან ამ უფრო ასაკში როგორ იმუშავებს ეს ყველაფერი ერთი რაღაცა ცხადია რომ ხარ 5 წლის ბავშვი ვაიბისებს და საათი 10 წლის ბავშვი ვაიბისებს ნუ ნაბიჯები რა თქმა უნდა უფრო სწრაფად გადავხვი უფრო სწრაფად მოდია ფაქტობრივად ეს ძალიან საინტერესო პროცესია შემიძლია ვთქვა და გარკვეულ შეჯიბრებასაც კი ვაკეთებ ხოლმე აი ბავშვებს თემატიკაზე როგორ აიფისა მიკროსმა როგორ აიფისა პატარა ეს პარალელები გავება ძალიან ბევრი რამეში შეხვდება ისე შეიძლება სადაც ესეთი გუნდი შექმნა და მათთანაც უმუშაობ რადგანაც არა დავიმატოს რა შეიძლება გამიგებს ასევე აქ არის კიდე კითხვა ალბათ ვფიქრობ რომ ყველაზე ხშირად მისის იმიტომ რომ ეს ალბათ ყველას აწუხებს თქვენ იცით რომ ძნელია რომ ბავშვი მოდის ჭადრაკზე და ჩვენ რაღაც გარანტიები გვქონდეს იმისა რომ ის დარჩება ჭადრაკში მიდროა და ბავშვად ის რაღაც ეტაპზე აღწევს. ახლა მაგით რა არის? აქ ძალიან დიდი როლი არის რა თქმა უნდა მშობლისაც და მწვრთნელისაც. შემიძლია დამაგითხრათ რომ ჩვენ გვქონდა ამის შემთხვევებიც და მიუხედავად იმისა რომ წინასწარ მშობლებთან დასაუბრები გქონდა, გამისაუბრები რომ ბავშვი რო ჭადრაკზე მოკავთ ცხადია რომ რაღაც გარკვეული მიზნია. გამიზნებიც არის რაღაც გარკვეული მიზნებია. რომ გამიზნებია რომ უნდა ჭადრაკზე გავხდები, არის ეს პროფესიონალური ფეხბურთელთა ნამდვილად შეიძლება რაღაც ჭადრაკში. ნუ ეს ჩვენ ასე ძალიან ძნელია რომ ვთქვა ყველა ის იმიტომ და ყველა ხდება ამ ჯგუფში იმიტომ რომ ისინი მოჭადრაკეები გახდება. ამიტომ ამის ნამდვილად ასრულები რა თქმა უნდა მათ შეიძლება დატო. ამ შემთხვევაში ცხადია იმაზე ჩვენ რომ დავიწყეთ ალბათ 8 ბავშვი და გავიდა საბოლოოში 6 ბავშვი.
მაგრამ თავად მაინც ასწავლებს უწუხები. ნახეთ და პროცესი. მე რაც დავინახე ამ შემთხვევაში, შოურები თვითონ ჩაერთვენ, იმიტომ რომ მათ ძალიან მოიწონა ეს პროცესი, აღარ აღნიშნეს რომ ბავშვები სხვა თავდაპირველად ამ ყველაფერს თვითონ ინტენსივი მუშაობის ახსნის უფრო ხალისით ასწავლებენ და ეს გამოწვეულია რა თქმა უნდა იმ შიდა პროცესით, რომელიც გაკეთებას ეხება და აი ინტერესის ამ დროს რაც შობელს აქვს რომ გაიგონოს ბავშვი და მინიმუმზე დაბანების ის რომ ბავშვმა თავად გვას შეჭარების განცდებას. ნუ ეს აუცილებლად უნდა გავიგოთ. და ასევე არის კიდე კითხვა, რომელიც ეხება ძალიან მნიშვნელოვანი კითხვა ესა, ეხება ბავშვებს, რომელიც ჯგუფში გამორჩეულია. ახლა ნახეთ როგორ არის ცხადია ეს პროცესი ჩვენ ამის გარეშე ვნახავთ ორი ბავშვები, რომელიც სხვას ასწრებს. ხედავთ ძალიან კარგად, ხედავთ ძალიან კარგად, გამოძანებს გამორჩეულია და ასწრით რა იჩენილი ბავშვია, მეტი ყურადღება ჭირდება და ასე შემდეგ. მე თამამ ჩემი მეკითხავთ რა თქმა უნდა ეს კარგია, რომ დავინახავთ და შევამცოთ, მაგრამ აი ერთი ესეთი შემთხვევა ბავშვი რომელიც ძალიან აქტიურობდა, რადგანაც აქტიურობს ის პრობლემები რეჟიმშია, არის იყო ბავშვი რომელიც საერთოდ არ აქტიურობდა და გამძლეები იყო მას რა იმედი. აი ამ ერთ-ის შემდეგ ის ბავშვი რომელიც არ აქტიურობდა, დღეს რო დაგაჩერდა. ზევანი არის ხო მიჩის ვიყო ვინო მიჩი ის თვით ეს ესეთი იყო. ჩვენ რა უნდა ვქნათ ეს შემთხვევაში მოვლენებს არ უნდა გავასწროთ, უნდა ვიყოთ ეტაპობრივად, კი ბატონო ის ნიჭი არ დაიკარგება, არც ის აცნის რომ ეს თემა გამიჯნა, კიდევ უფრო გააღრმავოს, რომელსაც ჩვენ გავხდით. თუმცა შევედგება მიგუნდები და ისიც მიგუნდეს, ჩვენ არსად არ ვქართ. ის მაინც კიდევ უფრო გამწევს ამ პროცესს, უფრო მეტ შედეგზე გავასწავლოთ ჯამში თუ ჩვენ გვაქვს ასე ნამდვილად უჭირდება. ჩვენ ამით მას ნამდვილად არ დავასწავლოთ. ყოველ შემთხვევაში მე ისე ვხედავ აი ამ ეტაპზე და შემიძლია ამის მაგალითს ამის თავად გავაჩინოთ ჩვენ. და ოდაი ვეიდიოები თვარი ნაცნობად კარგად გაიგო, ნაცნობად კარგად ვერ გაიგო. ნუ აქაც გეტყვით რომ სასურველია მე ხარ რასაც ხედავ როგორ ეს ჯგუფი დავშავდა რაც ჩემი ჯგუფზე მაქვს საუბარი დინამიზატორი რომ აი ეს ბავშვიდან ეს ერთ-ერთი არის რაღაცა ერთად მიყვებიან უფრო მეტის გაკვეთილზე თუ აღმიცემენ რაღაცა დავალება ერთმანეთს ასწრებენ აი რაცა უნდა სიტყვე იყოს მარტივი იყოს ერთმანეთს ასწრებენ რომ აი მე აქ ასეთი გამორჩევა ნამდვილად ესეც ალბათ შედეგია რომ ეს განვითარება სწორედ აი ეს მოხდა როგორც ახალი ახსენი და ცოტა იმოშენი წამოდი მე ისე შიდა კონკურენცია როდესაც არის რა შემდგომ ეტაპებზე რომ გადავიდეთ ესეც ძალიან კარგ როლს შეასრულებს განვითარებას იმიტომ რომ ახლა ძალიან იყო ესეთი შემთხვევა მე ზაში გამახსენებდა ერთ-ერთი შეჯიბრებით თუ თანხზე საუბრობ ერთ-ერთი მომნება რომ ძალიან კარგი ბავშვი მომიდაო და მინდა რომ გაჩვენო. რაღაცა თერაპია გადისოდა რაღაც ერთი თვე სწავლობდა შამათებს აკეთებდა ნუ ნახო ერთი ნახე გამშვიდა თანხზე ბავშვი და შოი შეიძლება ძალიან კარგად მოგყვეს ბავშვი პარკი. ახლა მეთქოდა რომ აი ბავშვი როგორც თამაში ჩამოერევა. სადაც ის მე ის სამეთესა ვიკითხე და მასში ეს შობელმა ახლა რა მე მაინც გამიწევს ხო აი მაშინ ახლა როგორი გამიწევდა მოვლენები ეს ბავშვი ჯგუფში ყველას მიგდა აბსოლუტურად სადაც შეიძლება ინტერესიც იქონო გუნდში და მუშაობს საკარგული მაგრამ მოხდა ისე რომ ეს წააგოს ეს ბავშვთან როდესაც სულ მიგდა ამან გამოიწვია ის რომ შემდგომ მეორე წააგო და ინტერეს ეს შევაბერი ბავშვი საერთოდ მოსულა პრაქტიკულად ჩავა. ეხლა ნახეთ როგორ არის წყალია და ბავშვია 6 წლის ის ხედავს რომ სხვაზე აშკარად მაღლა და ამ პროცესს ეცემა. ეს ცოტა რთული პროცესია დამოკიდება ფსიქოლოგიისა და ჩვენს ვიდეო ასეთი ნათქვამი და
საკმაოდ პროცესია და მე მაინც ვფიქრობ, რომ აქ ალბათ სპორტის როლიც იყო ცოტა მეტი ასე ვთქვათ, რადგან გამოარჩიეს ბავშვებში მეტი დააკისრა და თავისთავად უკვე ამ ბავშვმა ეს მიიღო რეგაცია რაღაცა და დავკარგა. აი რა ახლა ამ მეთოდს როცა ფაქტიურად ეს მინიმუმია და არა კი კაი ბავშვია ჩვენ ხედავ, მაგრამ არ ვაკეთებ აი განსაკუთრებულად რამე თემით, მაგრამ განსაკუთრებულად არ აქვს ეს ზენიში, რომ აი არის შენ ხარ ეს კიდე ვაზრობს ეს საშუალებას, რომ ამის გამომდინარე მაგალითი აიყონ, შეიძებნონ და დაუშვათ შეიძლება. ეს ძალიან საერთო აი შეიძლება გაშესწრება, ხო არ იქნება თავადობაში. არა, და რატო იცი დაიმე მაგალითად თქონდა შემთხვევა, რომ პოზიცია იყო გალაგებული, რომ სადაც თული მასთან შეჯარებით და გააკეთა და მეუბნება რომ გავაკეთე და არ ვაკეთებ. დაველოდები ეს პერსპექტივი, მაგრამ პირველი შეგვიძლია უნდა შეაფიქროთ ამას და დავისწავლოთ ამას თუ დაჭირდა ვთქვათ რაღაც პირველი და ერთი წუთი ვერ დაჭირდა 2-3 წუთი ეს ამ ეს ბავშვი მაინც გამოირჩეოდა ყოფილი და მაინც რაღაც მდერად ნარჩუნდება. ჯერჯერობით პროცესში სულად ესეთი რა ძნელია რა თქმა უნდა პირველ რიგში წლის ასახში რაღაცა ასკულები გავაკეთო საკმაოდ რთული. ამიტომ ჯობია დაველოდოთ მოვლენებს და ყველაფერი მეერეზე ნამდვილი. აი ეს არის ის კითხვები, რომელიც პრაქტიკულად დასკვნითა თომარეს რომ არის კიდე კითხვები და უკვე ნაკლები. ბაზრობთ